ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, იმ ხალხს, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს, ფაქტობრივად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს და ხმის მიცემის უფლებას არ თმევს. კი, საქართველოში თუ ჩამოვლენ მისცემენ ხმასო და ეხა იტალიიდან და ამერიკიდან და საბერძნეთიდან საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ადამიანი, ხმა მისცეს და მერე ისე უკან უნდა დაბრუნდეს. ანუ რას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს მოქალაქეობა აღარა აქვს. მოქალაქე ხარ იმ შემთხვევაში, თუ შენი ქვეყნის მართვაში და რაღაც ბედის განსაზღვროში შესაძლებლობა გაქვს ხმის მიცემით დააფიქსირო საკუთარი პოზიცია და მონაწილეობა მიიღო ამ გზით, ხო? და თუ ამის საშუალებას არ გაძლევენ, ესე იგი მეორე ხარისხოვან მოქალაქედ გთვლიან. ეს არის კონსტიტუციას რო თავი დავანებოთ, ხო? უბრალოდ ელემენტარული პრინციპი არის, რომ მოქალაქეობას არ თმევენ ადამიანებს. თან ხალხს, ვინც ისედაც წასულია ამ ქვეყნიდან, ხო? და წასული არის რატო? ან იმიტომ, რომ აქ არ შეუქმნეს შესაძლებლობა, რომ ეფუნქციონირა რაღაცა ეცხოვრა და ელემენტარული პირობები ქონოდა და მოუწია წასვლა, ან იმიტომ არის, რომ ისწავლოს რაღაცა ესეთი საპატიო მიზეზებით. და მილიონამდე ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ მოქალაქე არ ახარ და აი მოქალაქის რაღაცა წმინდა უფლება რაც არის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ჯერ ეს არჩევნები რად აქციეს ამას თავი დავანებოთ, რა არ იყო და რა იყო ამ ქვეყანაში საერთოდ არჩევნები, მაგას თავი დავანებოთ, მაგრამ აი პრინციპის დონეზე მაინც ამ ხალხს ჩამოართვეს ღირსება და შეურაცხმყოფელია, ხო? ეუბნებიან, რომ შენ გავლენის ქვეშ ექცევი უცხოეთში და ამიტომ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობა და რაღაცა აქაურ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ უნდა მიიღო და რისთვის? იმიტომ რომ შეინარჩუნო ძალაუფლება. იმასო თავი დავანებოთ, რამხელა ეკონომიკურ მონაწილეობას აკეთებს ეს ხალხი საქართველოს ქართველი ოჯახები და საქართველოს შემოსავლებში ზოგადად. ფულს მიიღებენ, ხო გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აი უნდა წახვიდეთ და საქართველო ვერ გარჩენთ. ეხა ეს ხალხი უნდა იყოს, იცხოვროს, იქ იმუშაოს წელებზე, ფეხი დაიდგას, გამოაგზავნოს საკუთარი ნაშრომი, ეს მატერიალური სახსრები ამ ქვეყანაში და სამაგიეროდ მოქალაქეობის და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაც აღარ ექნებათ რა. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და რაღაცა ფუნდამენტურ ღირებულებებზე გადაბიჭება ქართული ოცნების მიერ.